8 თვეში. 8 თვეში შენი food blog-ით გააგროვე 6 მილიონი ნახვა. კი. რა გააკეთე ამისთვის ლელა? რა გავაკეთე პირველ რიგში ვეცადე რომ მეპოვა ცოტა განსხვავებული ნიშა, რომ ყოფილიყო ჩემი გვერდი ცოტა განსხვავებული სხვებისგან და მეორე რა გავაკეთე ხალხის აზრს მივყევი, ხალხის სურვილებს მივყევი, გამომწერების სურვილებს მივყევი და აქტიურობით. მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობით სოციალური ქსელების. პირველი ნაბიჯი აირჩიე შენი უნიკალური ნიშა, ვიწრო. კი. ძალიან კარგი. აი Facebook-ი როცა შექმენი, რამდენი გამომწერი ყავს და რამდენი ხანში დააგროვე? Facebook-ი როცა შექმენი, გაუჭირდა მხოლოდ პირველი 1 თვე იყო. და 1 თვის მერე რომ დაიწყო აქტიურობა, არ გაჩერებულა 55,000 გამომწერი 8 თვეში. TikTok-ზე 14,000 გამომწერია და 96,000 ლაიკი. ანუ თითქმის 70,000 გამომწერი Facebook-ზე და TikTok-ზე სრულად 6 მილიონი ნახვა, ყველაფერი 8 თვეში და ხალხი გწნობს ქუჩაში. ვაუ. ამაზე მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი. მართლა ვერასოდეს ვერ გადავდგავდი ამ ნაბიჯს, ვერ გავბედავდი, ვერ მივიღებდი ამ შედეგს. თქვენი კურსი რომ არ ამეყო და თქვენი კურსის მეშვეობით გვარ მესწავლა ეს ყველაფერი. უნდა დავამატო კი, რომ მე კი არ გავაკეთე რაიმე ამ შედეგის მისაღებად. თქვენ გააკეთეთ თქვენი მითითებებით და თქვენი აი მართლაც რაც ვისწავლეთ თქვენგან ის ყველაფერი გამოვიყენე. აი პასუხი. და გააკეთეო ხომ მკითხე. თქვენ კურსში რაც კი გვასწავლეთ, ის ყველაფერი გავაკეთე. და იმით მივიღე ეს შედეგი.